ნაწილობრივ თქვენს მცდელობას რომ თემას საჯაროდ განხილვის საგანი გამختارიყო და დისკუსია გახსნილიყო პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ რომ მიაღწიეთ, მაგრამ რამდენად შედეგიანია თვითონ ეს დისკუსია, განსაკუთრებით რამდენად ეხმიანება ეს სწორედ დღეს ევროკავშირის ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მიღებულ ჯერ მოხსენებას რეზოლუციის პროექტს. მოდით თქვენი ინტერპრეტაცია როგორი არის მისი შინაარსის? მოდი გიორგი, პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ უნდა კონცენტრირდეთ ყველაზე მთავარ თემაზე, ხო? იმიტომ რომ მათ შორის მთელი ეს რთული პროცესები, რაც მიდის იგივე განხილვები, თქვენ ახსენეთ ასრთა სხვადასხვაობა, მსჯელობა, საჯარო სოციალურ ქსელში თუ მის მიღმა, ეს ხდება ყველაფერი, იმიტომ რომ ალბათ ესეთი გამოწვევის წინაშე, როგორც დღეს დგას ჩვენი ქვეყანა, არ ყოფილა ხო გასული, რა ვიცი, მრავალი ათწლეულის მანძილზე და მათ შორის ამას აჩვენებს ის რეზოლუციაც, რომელიც მიიღო ევროპარლამენტმა, იმიტომ რომ ჩვენ დგავართ დღეს რეალურად იმ საფრთხის წინაშე, რომ თუ სამუდამოდ არა, ძალიან დიდხანს დავკარგოთ ის, რისთვისაც ძალიან ბევრი დრო ვიშრომეთ, რასაც ელოდება ქართული ხალხი დიდი ხანია, იმიტომ რომ ამ რეზოლუციის მთავარი გზავნილი ხო რა არის? მთავარზე შევჩერდეთ, რომ სანამ ეს ხელისუფლება არის მიტაცებული, ხელისუფლება სანამ არის მიტაცებული, აი ამ დაჯგუფების მიერ, რომელსაც ქვია ქართული ოცნება, სანამ ამ ქვეყანას ყავს არალეგიტიმური ხელისუფლება, საქართველოს კარი ევროკავშირში არის ჩაკეტილი და მეტიც ჩვენ შეიძლება დავიწყოთ უკვე დაკარგვა იმ ყველაფრის, რაც გვაქვს მიღწეული და მე მგონი ეს არის მთავარი, რაც აინტერესებს საქართველოს მოქალაქეს, რომ დღეს მოისმინოს ამ გზავნილებიდან იმასთან ერთად, რომ ჩვენ ნახეთ რამხელა მხარდაჭერა ევროპული ქართული ხალხის მომავლის, დემოკრატიული მომავლის და ევროპული მომავლის მიმართ. ეხლა ამის მიღმა ცხადია, რომ ჩვენ ნახეთ კონკრეტული გზავნილები, იმიტომ რომ ეს გზავნილები შეეხებოდა როგორც ერთის მხრივ, ასე ვთქვათ, ხელისუფლებასთან მიმართებაში ბევრი გზავნილი იყო, ხო, მათ შორის სანქციებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, მათ შორის მოწოდება, რომ საარჩევნო გარემო უნდა შეიცვალოს და ასევე ნახეთ ჩვენ გზავნილი იმასთან დაკავშირებით, რომ დიახ, ადგილობრივი არჩევნები ახლოვდება და ამ ადგილობრივ არჩევნებზე ისინი მათი მოლოდინი არის, რომ ოპოზიცია ერთობლივად შეძლებს ქართული ხალხის ინტერესების დაცვას. სხვათა შორის ამ გზავნილს მე წავიკითხავდი იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც გააკეთა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ბატონმა კოშტასმა, რომელიც ესაუბრა საქართველოს ყოფილ ზურაბიშვილს, რომელმაც ხო, გუშინ იყო და მე ნახეთ ალბათ თქვენც ნახეთ განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ვისაუბრეთ მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებზე და ქართული ხალხის ბედი არის ქართული ხალხის ხელში. ეს იყო ის განცხადება, რომელიც ჩვენ წავიკითხეთ. ანუ ამ ყველაფერში იკითხება რა, მე გეტყვით ჩემს აზრს, რომ ეს არჩევნები ტარდება, ადგილობრივი არჩევნები და დღეს ელოდებიან ჩვენ როგორ გამოვიყენებთ ამ არჩევნებს იმ ბრძოლაში, რომელსაც ქართული ხალხი რეჟიმის წინააღმდეგ აწარმოებს. მე ნამდვილად არ, ასე ვთქვათ, ველოდებოდი და არც არავის არ აქვს მოლოდინი, რომ ჩვენ ვინმე გვეტყვის, რომ არ ვიცი, ან ესე უნდა მოიქცეთ, ან ისე უნდა მოიქცეთ, მაგრამ ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და მათ შორის ჩვენ, როდესაც საუბრობთ ჩვენს რაღაცა პოზიციებზე, რომ უნდა განვიხილოთ სხვადასხვა შესაძლებლობები, ამიტომ საუბრობთ, რომ იცით რა, მე ხანდახან მაქვს ისეთი შთაბეჭდილება, რომ გარკვეული ნაწილი ოპოზიციის თუ ჩვენი თანამოქალაქეების მაინც რაღაცნაირი ვარდისფერი სათვალით უყურებს იმ რეალობას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის შექმნილი და მოდი თქვენი სათვალიდან როგორ ჩანს ეს ძალიან მძიმეს ჩანს ძალიან ეს არა მარტო პოლემიკა დაიწყო ამ შემთხვევაში, ამ პოლემიკამ მათ შორის მიიღო ბრალდებების ხასიათიც. მათ შორის ნაწილი თქვენი პარტნიორების უკვე სიტყვა მოღალატესაც საკმაოდ თამამად იყენებს იმ პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების მიმართ, რომლებმაც შეიძლება მიიღონ გადაწყვეტილება თვითმმართველობის არჩევნების შესვლას. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური და პრობლემატური არის არა თავისთავად არჩევნებში მონაწილეობის მიღების იდეა, არამედ თავად ამ ხელისუფლების ბუნების განსაზღვრა, მასთან პოზიციონირება, ლეგიტიმაციის საკითხი საპარლამენტო არჩევნების და ზოგადად ამ ხელისუფლებისა და მთავრობის და ამავე დროს რა პირობებით შედიხარ. ეს არის ალბათ ყველაზე მთავარი ყველაფერთან ერთად. თანმიმდევრულად მივიყვეთ რა არის თქვენი აზრით ყველაზე მთავარი. მე დავიწყებ პირველი, რომ ჩემთვის ყოველთვის გაუგებარი იყო არგუმენტი და სხვა შორის ევროპარლამენტის რეზოლუციამ გაამყარა კიდევ უფრო მეტად ჩემი მოსაზრება, რომ ძალიან აბსურდული არის საერთოდ ლეგიტიმაციის საკითხის დაკავშირება ადგილობრივ არჩევნებთან, იმიტომ რომ ნახეთ
რეზოლუციაში რა იყო ჩაწერილი, მე არ ვიცი, საბოლოო ტექსტი არ გამოქვეყნებულა, ხვალ გამოქვეყნდება, შეიძლება საზოგადოებას არ ქონდა შესაძლებლობა სრულად გაცნობოდა, მე მქონდა ეს შესაძლებლობა. მთავარი გზავნილი ამ რეზოლუციის არის, რომ ეს ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. რომ ამ ხელისუფლებას არ აქვს დემოკრატიული ლეგიტიმაცია, რომ სანამ არ ჩატარდება ახალი საპარლამენტო არჩევნები, ევროკავშირმა არ უნდა განიხილოს არანაირი კონტაქტების განახლება და აღდგენა ამ ხელისუფლებასთან და მოწოდება, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩაინიშნოს იმისთვის, რომ ქვეყანაში აღდგეს კონსტიტუციური მართლწესრიგი, რაც ნიშნავს ლეგიტიმურ ეს რეზოლუციაში იქნება, კი ბატონო. ამიტომ, ოღონდ, რატო არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ გადახედეთ ქართული ოცნების პროპაგანდას, მათ შორის ყველა, ასე ვთქვათ, დისკუსიას, რაც შეეხება ადგილობრივ არჩევნებს. ისინი ცდილობენ სწორედ, რომ მონათლონ ადგილობრივი არჩევნები, რომელიც ჩანიშნული აქვს, ეს იყო მათი გზავნილი ყოველთვის, რომ ახლა ჩატარდება ადგილობრივი არჩევნები, ყველაფერი არის კარგად, როგორც რაღაცა ლეგიტიმაციის შესაძლებლობა. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოვრიცხოთ ჩვენ და ვთქვათ ჩვენი მხრიდან ევროპარლამენტთან ერთად და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რომ არანაირი ლეგიტიმაცია, ადგილობრივი არჩევნები ვერანაირი ლეგიტიმაციას ამ ხელისუფლებას ვერ მისცემს და ეს იყო მათ შორის ნათქვამი იმ რეზოლუციაში, რომელიც იყო დღეს მიღებული. ამიტომ მე მესმის პოზიცია შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი, მათ შორის ბოიკოტის და არჩევნებში არ მონაწილეობის პოზიციას ჩვენ სხვათა შორის ტალახს არ ვესწრით ხალხს და ვამბობთ, რომ ყველა ასე ვთქვათ პოზიციას აქვს არსებობის უფლება. მაგრამ ის, რომ ეს ლეგიტიმურობას შესძენს ქართული ოცნების ხელისუფლებას, ეს განეიტრალებული იქნა მათ შორის დღევანდელი პოზიციონირებით ევროპარლამენტის, რომელმაც ღიად თქვა, რომ დიახ, ეს ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური, ადგილობრივი არჩევნები უნდა გამოყენებული იქნას. სამართლებრივი პოლიტიკური კუთხით ეს მართლაც ასე ჩანს კიდეც და თავად რეზოლუციის აისახება. მაგრამ შეიძლება ადამიანები, რომლებიც ამ როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან არგუმენტს ამას პრეტენზიად იყენებენ, თეორიულად იმ ხალხს, რომლებიც შეიძლება შეხვიდეთ არჩევნებში, უკავშირდება პოლიტიკურ კონტექსტს. ანუ სიტუაციასადმი შემგუებლობის კომპონენტს, ხო? პოლიტიკა არ შედგება მარტო სამართლებრივი გადაწყვეტილებებისაგან, შედგება ისეთი ტიპის გადაწყვეტილებებისაგან, რომელმაც საერთო სურათში შეიძლება მოიტანოს ფსიქოლოგიური განწყობა და მოცემულობა, რომ შემგუებლობის ხარისხი გაიზარდოს ან არსებული რეალობასთან იძულებითი თანამშრომლობის ხარისხი თუნდაც იგივე დასავლეთ. ანუ თუ ყველაფერი ჩვეულებრივადაა და ეს არის რუტინული საარჩევნო კალენდრის მიყოლა, ეს ადრე თუ გვიან იმ ხელისუფლების თუ სამართლებრივი არა, პოლიტიკური ლეგიტიმაციის თუ არა, ამ ხელისუფლებასთან ჩვეულებრივ business as usual ურთიერთობების წინაპირობად შეიძლება იქცეს? არა, პირიქით. მე გეტყვით, რომ შეიძლება რომ პირიქით მოხდეს. აი ეს როგორ შეიძლება მოხდეს? კი ბატონო, გეტყვით, იმიტომ რომ მე რაც არ მომწონს, რასაც ყოველთვის შევეწინააღმდეგები არის ის, რომ ამ ძალიან რთულ მომენტში, როდესაც კიდევ ერთხელ ვამბობ, ზოგიერთი უყურებს ვარდისფერი სათვალით. აი ზოგიერთს მაგალითად შეჯერა მათი უფლებაა შეეროდეს, რომ ბიძინა ივანიშვილს რატომღაც ადარდებს ისეთი საკითხი, როგორც არის ოპოზიციის მონაწილეობა არჩევნებში. მე გეტყვით, რომ ჩემი გადასახედიდან მას ეს არ ადარდებს და ის მოემზადა ამისთვის დიდი ხნის წინ. ჯერ კიდე წინა საპარლამენტო არჩევნებამდე მან გამოაცხადა, რომ ეს ოპოზიციური პარტიები უნდა აიგზავნონ, მათ არ უნდა იარსებონ და ეს იყო მზადება სწორედ იმისთვის, რომ ოპოზიცია ბოიკოტში იქნება პარლამენტში თუ მე არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ეს ოპოზიცია არც უნდა არსებობდეს, კანონიც მიიღეს ახლა რომ უნდა აგრძელონ ეს პარტიები და იარსებებს სხვა ოპოზიცია. მე არ მესმის იმ ხალხის, ვისაც შეჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის, აი ესეთი საკითხი, როგორც არის ოპოზიციის თანამონაწილეობა, რატო არის მნიშვნელოვანი, როდესაც ყველა ნაბიჯით ეს ხელისუფლება აჩვენებს, რომ უნდა რომ შევიდეს უფრო დიდ დაპირისპირებაში დასავლეთთან, უნდა რომ უფრო დიდ იზოლაციაში მოაქციოს ეს ქვეყანა და არანაირ ინდიკაციას არ აჩვენებს იმისი, რომ მისთვის მნიშვნელოვანია თუნდაც რაღაცა ფერუმარილის სახით ოპოზიციის რაღაც ნაწილთან, არ ვიცი, თანამშრომლობა. მე ამ ყოველ შემთხვევაში იმ ოპოზიციასთან, ვინც ჩვენ ვართ, ხო? ანუ მე ვგულისხმობ იმ ოპოზიციურ ძალებს, რომლებიც იბრძვიან ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ივანიშვილის modus operandi არის აბსოლუტურად სხვა. ის ამბობს, რომ თქვენ უნდა გაქრეთ, თქვენ აღარ უნდა იარსებოთ და მე მეყოლება ჩემი ოპოზიცია. ამიტომ ცოტა რეალობას ჩემი აზრით უნდა შევხედოთ თვალებში
რა თვალსაზრისით, რომ ვისაც აქვს რაღაცა ილუზია, რომ აი ოღონდ ვიღაცა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და რამე დათმობებზე წავა ივანიშვილი, არ არის ეს ჩემი მოლოდინი პირდაპირ გეუბნებით და აქ შემოდის, ასე ვთქვათ, საკითხი, ჩვენ რას ვაკეთებთ ამ შემთხვევაში, ხო? იმიტომ რომ მე საერთოდ არ განვიხილავ, რომ არჩევნები არის, ადგილობრივი არჩევნები, როგორც მათ შორის ევროპარლამენტის რეზოლუციამაც დაასტურა, მე განვიხილავ, რომ ეს არის ბრძოლის ველი. ხო, ეს არის ბრძოლა, პოლიტიკური ბრძოლა, დანიშნული არის ამ ბრძოლის თარიღი და ის ხალხი, ვინც ამბობს, რომ ჩვენ აუცილებლად და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება არის, რომ ამ ბრძოლის ველზე არ უნდა გამოვცხადდეთ, მათ მიაჩნიათ, რომ ეს არის, ასე ვთქვათ, სწორი გამოსავალი. ჩვენ რაც გავაჟღერეთ, რაზეც ატყდა, ასე ვთქვათ, მთელი ეს პოლემიკა, არის შემდგომი და სწორია, რომ ეს ჩვენი მხრიდან, რომ ვთქვათ, რომ ჩვენ ამ ბრძოლის ველზე არ გამოვცხადდებით, თუ პირიქით სწორია, რომ ჩვენ გაძლიერებულები, გაერთიანებულები, უფრო, ასე ვთქვათ, კარგ ფორმაში მყოფი, ამ ბრძოლის ველზე მივიდეთ და ეს რეჟიმი დავაზიანოთ. აი ეს შეკითხვა გავაჩინეთ ჩვენ დისკუსიაში. ეხლა აქ თავი კითხვა არის შემდეგი. პირველი კითხვა არის თუ ამ პერსპექტივას უყურებთ, ხომ არ ჯობდა რომ თუნდაც ეს ყოფილიყო კულუარული საუბრების შედეგი, თქმული, ჩამონათვალი კონკრეტული მოთხოვნები წაყენებული ანუ ივანიშვილთან საერთაშორისო მედიაციის მოთხოვნის ფონზე, რომ ესა და ეს მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს იმისთვის, რომ ჩვენ შემოვიდეთ არჩევნებში და მეორე თავად ოპოზიციის მხრიდან ყოველგვარი წინასწარი პირობების არათუ დაკმაყოფილების, არამედ მოთხოვნის გარეშე განცხადება იმაზე, რომ ალბათობა მონაწილეობისა დიდია, ეს თქვენ შედარებით ნაკლებად გეკუთვნით, უფრო ალბათ გახარიას პარტიას ეკუთვნის, ხო? რომელსაც თითქოს ბოლომდე არც თქვეს, რომ შედიან არჩევნებში, მაგრამ შემდეგ მაინც და მაინც არ დაუჟინიათ, რომ არ შევლენ, ასე ვთქვათ, ხო? ამათ თვითონ სამომლაპარაკლო წინა პოზიციები ხო არ დააზიანა ისე, რომ ივანიშვილმა მიიღო ყოველგვარი დათმობების გარეშე ის მდგომარეობა, რომელშიც ის არც არაფერს არ დათმობს და ამავე დროს თუნდაც მის მიერ შესაქმნელ რაღაცა გარკვეულ ხელოვნურ წარმონაქმნებს იქნება ეს თუ სხვა ტიპის ოპოზიციის თვითმმართველობის არჩევნებში და პოლიტიკური პროცესში ლეგიტიმაციისათვის სხვა პოლიტიკური პარტიების მონაწილეობა ხელშეუწყობს. ისე რომ ესეა ვერაფერს სერიოზულ შედეგს ვერ დადო. იცი რა, გიორგი, მე როგორც თქვი, ამით დავიწყე. ივანიშვილი არ არის დღეს, ასე ვთქვათ, რაღაცა მოლაპარაკებების, ასე ვთქვათ, მოლაპარაკებები რო დაიწყოს, ამას უნდა დაუპირისპირდეს, მას ვინმე უნდა აჩვენოს ძალა. ეს ძალა უნდა გამოჩნდეს, რომელიც იტყვის, რომ მე მზად ვარ, რომ ამ ბრძოლაში შენ დაგიპირისპირდე და ვარ სერიოზული ძალა. ამიტომ გამოვედით ჩვენ ამ, ასე ვთქვათ, წინადადებით, რომ იქ სადაც არის სუსტი წერტილები და ესეთი აქვს ივანიშვილს, რა თქმა უნდა, მათ შორის ელექტორალურად, ხო არ ჯობია, რომ ჩვენ ვიმსჯელოთ, როგორ შევქმნათ სწორედ აი ეს ფაქტორი ძალის და აი ამ ძალით, ასე ვთქვათ, მოვემზადოთ ამ ბრძოლის ველისთვის და ამას შესაძლოა მოყვეს შემდეგ სხვა პროცესები. ეხლა ამას უპირისპირდება აზრი, რომ არა, ამაზე არაფერზე არ უნდა ვიმსჯელოთ და ჩვენ უბრალოდ უნდა ვთქვათ, რომ ბრძოლის დღეს ადგილობრივ არჩევნებზე ჩვენ არავინ ადგილზე არ ვიქნებით. არავინ ეს იქნება ცარიელი პოლიტიკური ალტერნატიული იდეა არის ბოიკოტი. არჩევნების ბოიკოტი ამას ნიშნავს, ბოიკოტი ნიშნავს იმას, რომ რა ვიცი, სპორტის ანალოგია რომ მოვიყვანო, რომ რინგი არის, ხო, რაღაც კრივის და მოდის მხოლოდ ერთი მოთამაშე, ან მეორე არ გამოცხადდა, ხო? არ ვიცი, ნუ თქვენ მოწინააღმდეგეები გეტყვიან, რომ მაგის ანალოგია რომ რინგზე ის შემოდის დიდი მითი რა ქვია, კეტით ხელში და შეხელთათმანების ხადია, თანასწორობის და ასე ვთქვათ, პირობების საკითხი, ეს სხვა საკითხია, მაგრამ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რა შეიძლება მოყვეს ბოიკოტს, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ხო არ ვართ ერთადერთი ჰიბრიდული ავტოკრატიული რეჟიმი, საერთოდ მსოფლიოში. არსებობს უამრავი სხვა რეჟიმებიც და სამწუხაროდ ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვიხელმძღვანელოთ მათ შორის იმით, რა შედეგი მოყოლია საარჩევნო ბოიკოტს სხვა ჰიბრიდულ
რეჟიმებში. და შემიძლია გითხრათ, ვისაც არ ვიცი, ჩემი სიტყვის არ ჯერა, შეუძლია მოძებნოს მარტივად ინტერნეტში უამრავი მასალა ამაზე. არასდროს შედეგი არ მოყვება ჰიბრიდულ რეჟიმში საარჩევნო ბოიკოტს. შედეგი არ მოაქვს, იმიტომ რომ არ არის ეს იმ, ასე ვთქვათ, დისკომფორტის შემქმნელი რეჟიმისთვის, რომელსაც შეიძლება რომ შედეგი მოყვას. ეხლა, როდესაც ესეთი გამოცდილება არსებობს ერთი. მეორე, როდესაც ჩვენ გვინდა რომ გაიზარდოს წნეხი დასავლეთიდან ამ რეჟიმზე. აი, შეკითხვა მაქვს, რომ დაუბრუნდეთ თქვენს ლეგიტიმაციის საკითხს. და უბრალოდ ეს ჰიპოთეზას განმოვითარებ. შედგა ბოიკოტი სიტყვაზე. და ეს ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია ფაქტიურად გაიქრო ოპოზიციამ საკუთარი თავი პოლიტიკური პროცესიდან, ხო? საარჩევნო იმ ტიპის საარჩევნო პოლიტიკური პროცესი მთლიანობაში უფრო დიდი მოცემულობა არის. თუ რამეს აკეთებს ამის პარალელურად და პოლიტიკური პროცესი ვითარდება, შეიძლება იყოს ნაწილი. ოღონდ რა პოლიტიკური პროცესი ვითარდება არ ვიცი. ამიტომ იჩნევა ბევრი შეკითხვა ტექნიკურ მხარესთანაც და ნაკლებად შედარებით ამ ეტაპზე შინაარსთანაც. მე ხა დავიწყო იმის ჩამოთვლა საწინააღმდეგო არგუმენტების, რომ იგივე საარჩევნო კომისია კალანდარაშვილის ხელში, იგივე საპოლიციო რეჟიმი, იგივე სუსის სპეცოპერაცია, იგივე, ესე ვთქვათ, შემდეგ უკვე სასამართლოებში არსებული მდგომარეობა და რაღაცა, ნუ ეს იმდენად არაერთხელ უკვე ჩამონათვლილი არგუმენტებია, რომ მე მგონი ამას ახსნა არ ჭირდება. უმძიმესი გარემო იქნება, რომ დავამატოთ კიდე იმის შემდეგ, რაც მოხდა, რაც ახლაც მიმდინარეობს მედიებთან, რამდენი ტელევიზია მიაღწევს საერთოდ იმ შემოდგომამდე კიდე საკითხავ დამძიმებული სიტუაცია. რა თქმა უნდა, მაგრამ ზუსტად ამის გათვალისწინებით. იჭერენ იმისთვის, რომ ვიღაცას რაღაცა წამოაძახეს და 50-ზე მეტი პატიმარია. იგივე ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის აი ამ ფორმატში, ამიტომაც ეს იწვევს გაუგებრობებს და გაურკვევლობებს. მოდის თუ არა წინააღმდეგობაში ამ თემაზე ინიციატივების გაჟღერება სალომე ზურაბიშვილის მიერ ლელოს მონაწილეობითვე მიღწეული გარკვეული შეთანხმების დეკლარირებასთან, რომ მოთხოვნა არის შეცვლილი საარჩევნო გარემოს და ადმინისტრაციის პირობებში საპარლამენტო ან საპარლამენტოსთან ერთად თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება. ნახე, შეცვლა პირობების დღის წესრიგში რჩება, ასე ვთქვათ, მოთხოვნა არავის არ მოუხსნია. ჩვენ რა დისკუსიაც გავხსენთ და მათ შორის არიან პარტიები, რომლებსაც ცალსახად აქვთ გამოცხადებული უკვე, რომ ისინი არ მიიღებენ არანაირ შემთხვევაში არჩევნებში მონაწილეობას. დისკუსია, რომელიც ჩვენ გავხსენით, არის ეს, რომ ხო არ ღირს, რომ ამ პოზიციას გადავხედოთ, იმიტომ რომ ერთიანობა ცხადია, ეს არის ძალიან სერიოზული ფაქტორი, ჩვენ თუ გვინდა სერიოზულად ამ რეჟიმის დაზიანება, ხო არ ღირს, რომ მოიხსნას ეს, ასე ვთქვათ, პოზიცია, რომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არჩევნებზე არ გავდივართ და ანუ კატეგორიულობის ხარისხმა რო იკლოს, ჯერ მოლაპარაკებები დაიწყოს ოპოზიციის შიგნით გარკვეული გზაზე, სტრატეგიაზე შეთანხმება. და მათ შორის სალომე ზურაბიშვილის ფორმატში არ არის წარმოდგენილი ყველა ოპოზიციური ძალა. ჩვენ სწორედ ამ ინიციატივით გამოვედით, ამ ხედვით გამოვედით, რომ აქ ხო არ არის, იცით, დღეს ერთმა ადამიანმა დაწერა Facebook-ზე და აი აბსოლუტურად მესმის მისი, რომ ძალიან დავიღალეთ ამ ყველაფრით. პარლამენტში შევიდეთ, არ შევიდეთ, რაც გინდათ ის გააკეთეთ, ოღონდ გვაჩვენეთ, რომ ბრძოლა შეგიძლიათ და ამ ბრძოლის სტრატეგია და რაღაც ხედვა გაქვთ და მე აბსოლუტურად ვეთანხმები ამ ადამიანს, იმიტომ რომ ის რაც დღეს ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება, ეს არის ერთი ძალის დემონსტრაცია და მეორე წყობრის სტრატეგიის ჩვენება, რის გაკეთებას ვაპირებთ. ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ აი ამ საკითხზე მსჯელობა, როდესაც შენ ვერანაირ ამორფულ ოპოზიციურ ერთიანობას სხვა ამოცანების გარდა ჩემი აზრით, ვიდრე იმისი, რომ ეს არის ციხე, რომელიც უნდა ავიღოთ და ეხლა ჩვენ ერთად სტრატეგია ტაქტიკა და ასე შემდეგ განვახორციელოთ ამ ყველა მხარდაჭერის გამაერთიანებელი შემკრელი მთავარი მოლოდინი და შეკვეთა არის ცვლილების მიღწევა, ანუ ივანიშვილის ხელისუფლებიდან წასვლა. ოღონდ ეს გასაგებია, ოღონდ ეს ცვლილება შეიძლება სხვადასხვა ადგილიდან დაიწყოს. მაგალითად, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ გარკვეულწილად უნდა მოვიყვანო ეს ანალოგია, იმიტომ რომ სხვა არ გვაქვს ომის ანალოგია, ხო? იმიტომ რომ შენ შეიძლება გქონდეს გასამარჯვებელი რაღაცა, ასე ვთქვათ, ასაღები გქონდეს საბოლოო პუნქტი, მაგრამ იქამდე ხო უნდა მიხვიდე. და ამიტომ ვთქვით ჩვენ რომ ადგილობრივ არჩევნებში ჩვენ უყურებთ როგორც ბრძოლის ველს. ჩვენ რა საკითხის გავაჩინეთ დღის წესრიგში არის, რომ ბრძოლის ველზე არ გამოცხადება, სხვა ჯობია, რომ ჩვენ ვიმსჯელოთ გაერთიანებული ძალებით, როგორ დავაზიანოთ აი ამ კონკრეტულ ბრძოლაში კონკრეტული სამიზნეები,
როგორ დაიპყროს ოპოზიციამ. ეხლა ამის გამო თუ უნდა ვიღაცას რომ გამოგვაცხადოს ჩვენ მოღალატეებად, გამოგვაცხადოს ოღონდ ამ ხალხმა აუხსნას იმ ადამიანებს, ვინც ქუჩაში დგანან, აი ძალიან მინდა დავასრულებ თუ შეიძლება. აუხსნან იმ ხალხს, ვინც ქუჩაში დგანან, ბოიკოტის შემთხვევაში რა შედეგს ელოდებიან, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ესეც ხო, რომ მე ვიცოდე, არ ვიცი, აი შენ რომ თავაზობ, რომ არჩევნებზე არ მივიდე, მე ამისი შედეგი რა არის, იმიტომ რომ ერთი რამის თქმა მინდოდა და დავასრულებ. ჩვენი ამოცანა არის საერთაშორისო წნეხის გაზრდა. აი ახლა მაგალითად საერთაშორისო თანამეგობრობამ თუ დაინახა, რომ ჩვენ საერთოდ ბრძოლაშიც აღარ ვცხადდებით, ხო? იმიტომ რომ მე არ ვიცი ალტერნატიული რა პროცესი შეიქმნება არჩევნებზე არ გასვლის შემთხვევაში, შეიძლება შეიქმნას, შეიძლება არ შეიქმნას, შეიძლება არაფერი არ მოხდეს. და ამ ხალხმა რა უნდა ჩათვალოს, რომ სად არის ოპოზიცია, სად არის ალტერნატიული პოლიტიკური ძალა, რომელმაც უნდა დაამარცხოს ეს მონსტრი, ასე ვთქვათ, ძალა, იმიტომ რომ ჩვენ ხო არ ვუპირისპირდებით მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს. ვის უნდა დაუჭიროს მხარი, ან როგორ უნდა დაუჭიროს მხარი და ამ საფრთხეზე ვინმეს თუ უფიქრია, რომ ამ შემთხვევაში თუ ეს ბოიკოტი უშედეგოდ დასრულდა, პირიქით მოხდება, რომ შეიძლება უბრალოდ ყველამ თქვას, რომ არ არის ამ ქვეყანაში დღეს არანაირი გარღვევის შანსი და მოდი, არ ვიცი, შევეშვათ, იმიტომ რომ ყოფილა ესეთი შემთხვევებიც, იმიტომ რომ ჩვენ სამეზობლოში, მათ შორის არიან ქვეყნები, რომლებსაც ჰქონდათ რაღაცა მონაცემები, რომ რაღაც ცვლილება მოხდებოდა და ხელი დაიბანეს მათზე. მე არ მინდა რომ ეს მოხდეს. თქვენ თავად ხო არ გიმჟელიეთ, ან გააქვთ იდეა რა შეიძლება ყოფილიყო ამაზე უფრო წონადი ალტერნატიული პროცესი. ანუ აი ბოიკოტი თუ ვერ შედგა, ბოიკოტი რომ შედგეს, ან ნიშნავს რომ არჩევნები საერთოდ ჩაიშალოს და ასე შემდეგ და რაღაცები. რა უნდა მოხდეს ისეთი, ანუ როგორ უნდა დაორგანიზებული იყო ოპოზიცია, რომ ქუჩასთანაც, საპროტესტო მოძრაობასთანაც ქონოდა სრული სინქრონიზაცია და ეს პროცესი მართლაც ისეთი ყოვლის მომცველი და ასე ვთქვათ, გავლენის მომხდენი ყოფილიყო, რომ ამ მიმართულებით სრული ელეგიტიმაციის სიღრმე კიდევ უფრო მეტ გაღრმავებული იყო შედეგი. კიდევ ერთხელ დელეგიტიმაცია ამ ხელისუფლების შემდგარი რა იქნებოდა თქვენ შემთხვევაში? მე რა მიმაჩნია მნიშვნელოვნად. მე მიმაჩნია მნიშვნელოვნად, რომ პოლიტიკური პროცესი იყოს იმგვარი, რომელიც შეუწყობს ხელს საზოგადოებრივი წინააღმდეგობის გაზრდას, მათ შორის პროტესტის გაფართოვებას, მათ შორის პროტესტის გაზრდას, იმიტომ რომ მე ძალიან დიდი მადლობელი ვარ თვითოული ადამიანის, რომელიც ამ თვეების მანძილზე ერთხელ მაინც გასულა პროტესტზე, მაგრამ ჩვენ რო გვჭირდება პროტესტის გაზრდა, ამაზე ხო თანხმდებით. ეხლა ნახეთ რა ხდება მათ შორის, როდესაც არჩევნებში არ მონაწილეობს, ხო, მაგალითად, ძირითადი ოპოზიცია. იქ კონფლიქტის კერა აღარ არის, იმიტომ რომ შენ აღარ მონაწილეობ. ამიტომ გამწვავება პროცესის ბოიკოტის პირობებში, ხო, იმიტომ რომ მათ შორის არჩევნები, ეს არის პროცესი, ეს არის ბრძოლა, რომელიც შეიძლება გაამწვავო, რომელიც შეიძლება აქციო უფრო მწვავე ბრძოლად, ან რომელიც შეიძლება უფრო მდორედ ჩაიაროს. ეხლა მე თქვენ გეკითხებით, კონფლიქტი რო აღარ არსებობს და არავინ რო აღარ მონაწილეობს, ხო, ამ პროცესში იმის ნაცვლად, რომ ერთიანი ძალით, დიდი დარტყმით შედიოდეს ოპოზიცია. აი მე მაინტერესებს, ეხლა იქ კონფლიქტის ახალი კერა არის და ეს რაღაცა არ მონაწილეობა, არ ყოფნა იქ საერთოდ ოპოზიციის გაამწვავებს ქუჩის პროტესტს, ამ პროტესტს გააღრმავებს. საერთოდ არ ყოფნა იქნება, ვერაფერს ვერ გაამწვავებს. ამიტომ ეს არის საინტერესო გეგმის მოსმენა, რომელიც ალტერნატივის შინაარსს. ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ ვიმსჯელოთ, როგორ გამოვიყენოთ ეს არჩევნები იმისთვის, რომ ოპოზიცია შეიქმნას ერთიან ძლიერ ძალად. პროტესტი გაძლიერდეს. გარედან წნეხი მათ შორის, იმიტომ რომ დიახ, მოთხოვნა არის ცვლილებების საარჩევნო გარემოში გამოვიყენოთ. ამაზე ვიმშელოთ და ამის საპასუხოდ, რომ არა, ესე იგი, გარდა ბოიკოტისა ნებისმიერი სიტყვის და შესაძლო ვარიანტის განხილვა, ეს არის ღალატი, ეს არ არის სერიოზული დამოკიდებულება და რაც მთავარია, არ არის ადეკვატური იმ უდიდესი გამოწვევის, რომლის წინაშეც ეს ქვეყანა დღეს დგას, ჩვენი აზრით.